საქართველოს პრეზიდენტის ახალი ინიციატივა ღიმილიანი საქართველო ასე ქვია პროგრამას, რომლის ფარგლებშიც ბენეფიციარები ყველა სახის სტომატოლოგიურ მომსახურებას უფასოდ მიიღებენ. პროგრამით პირველ ეტაპზე უმწეოები, შემდეგ კი სოციალურად დაუცველი ოჯახები ისარგებლებენ. ინიციატივა საქართველოს პრეზიდენტმა ბათუმში გაახმაურა. მიხეილ სააკაშვილი ქალაქის მუნიციპალურ უფასო სასადილოში ბენეფიციარებს შეხვდა და მათ შავი ხიზილალითა და ესპანური ყოლით გაუმასპინძლა. პრეზიდენტმა პროგრამაში ჩართულ ბენეფიციარებთან ერთად ისადილა მუნიციპალურ სასადილოში წლის განმავლობაში 1470 ადამიანი სარგებლობს პროგრამას. ბათუმის მერიის ჯანდაცვის სამსახური 2005 წლიდან ახორციელებს და 2012 წელს ბიუჯეტიდან უფასო კვებისთვის 803,000 ლარია გამოყოფილი. ქალაქის მასშტაბით მსგავსი ტიპის სულ 5 სასადილო ფუნქციონირებს. გასული წლისგან განსხვავებით, ბენეფიციარები კვირაში 5 დღის ნაცვლად საკვებს ყოველდღიურად შაბათ კვირის ჩათვლით იღებენ. ხელმძღვანელობით აჭარაში შახარი დამემართა ბატონო პრეზიდენტო და არა მაქვს საშუალება რომ აუღლიცოთ ყველა ვინც ამ საქმეში დადის და ყველა დასამეცნიერო წლების განმავლობაში ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ძვირი რაღაცა ფოქრი და ესე ვქნათ რომ ყველა ვინც დადის ჩვენ საქართველოს მასშტაბით აუღლიცოთ მათ რომ მინდა ხოლმე აჭარაში გამოყოთ ჩვენ ახლა თანხებს ვამზადებ დენტისტებს, იმიტომ რომ ეხლა დღეს ხო ვისაც შეუძლია და თვალს აჭარაში ხო ძალიან კარგი მეცნიერები ბათუმში კვირის ეკთა ვიც კარგი. ხო და მაგათვით ამიტომ ყველას, უკლებლივ ყველას, ყველა კბილის პრობლემა გადავუჭერთ. იმიტომ რომ მინდა რომ ქაბოთოებიას ხები იღებოდნენ ბევრად რომ მე. ამიტომ დაუკლობოთ, ჩაუსვათ, გაუპრიალოთ რო კანცაციაზე იყვნენ და კონდეთ სული რომ სულ მუდმივად იგებოდა. უნდა დავაკვეთ მაგ პროგრამას, აი საპრეზიდენტო პროგრამა გავაკეთოთ, დავაკვეთ ღიმილიანი საქართველოს, დავიწყოთ ამ სასადილოებში ვინც არის იმ ხალხისგან. მე გადავიდეთ სხვა სოფელში, სადაც არც არის ადგილზე ვილის ექიმიან ხალხს საშუალება არ აქვს ელემენტარულად ქალაქში სიარულის არის მისვლის და სადაც მივყვეთ. კიდე არის ძვირი სიამოვნება, მაგრამ საქართველოში არა იცი რა არის 40 თან 90-იან წლებში როცა ხალხი პროტესტი ყვებოდა ძალიან ბევრმა გაუქმდა სიტუაცია და ამიტომ თანაც უნდა მივყვეთ. მაგრამ მივყვეთ ჩვენ ამაზე ფულს გამოყოფ თან განავითარებს ასევე ამ დარგსაც საქართველოში კარგად და ესე გავაკეთოთ რომ იმიტომ რომ 50 წელს ადამიანს როცა უკვე რაღაც პრობლემები აქვს ვილაკით დაკავშირებული მუშაობის ხალისი ეკარგება, ღიმილის ხალისი ეკარგება, საერთოდ ცხოვრებას და შეიძლება პატარმოგებს. საერთოდ ყველაზე ლამაზი ღიმილი გექნება, ეხლა ძალიან ლამაზი ღიმილი გაქვს. მაგრამ იქნება ჰოლივუდის მილებიანი ღიმილი მაქსიმუმ ერთში, ხო? და მაგრამ მარტო ყველას ვისაჭირდება. 1500 კაცი და მხოლოდ ბათუმში. ხო და ყველაზე გავაკეთეთ პროგრამას, გადავთ ფულს საქართველოში შევასრულეთ სიას და ყველას გავაკეთეთ. ეხლა ჩვენ ვიწყებთ სოციალურ საქმეების შენელობას აჭარაში. კი, ვიწყებთ. ეხლა ვიწყებთ სოციალურ საქმეების შენელობას, მე თქვენ შევიყვანე რამდენი ოჯახი ამ მოღული წლის წინ ეგეცე და ეხლა მასშტაბურად ვიწყება ახალი წლის ბიუჯეტი.
და მე ნამდვილად არ ყველას ვერ დავფიქრებ რომ això, მაგრამ იგი არის ყველას გაკეთებული და ჩვენ ნამდვილად არ გვინდა რომ ამ ლამაზ ქალაქში ვსახავთ. სამი წელი ჩავერთე ამ პროგრამაში, 5 სულიანი ოჯახი ვართ, მყავს 3 შვილი, მეუღლე, ეს დახმარება ჩემთვის დიდი შეღავათია. ყოველდღურად ერთჯერად იკვებით კმაყოფილდებიან ბენეფიციარები, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 57,000. პროგრამა გაგრძელდება მომავალ წელსაც და მოემსახურება იმავე რაოდენობის ბენეფიციარებს. ცვლილებებია პროგრამაში გასულ წელთან შედარებით თუ იყო კვება 5ჯერადი კვირაში 5 სამუშაო დღე წლევანდელი წლიდან 2011 წლიდან მომსახურება ეწევა ბენეფიციარებს ყოველდღიურად.